საღამოშვიდობის სახალხო, მოგესალმებით საღამოს ლაივში TV36-ზე. დღეს ვისაუბრებთ გიჩის ინიციატივებზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით ქალაქ თბილისში და წაუძღვებით დღევანდელ გადაცემას მე დავით პანჯაკიძე, გიჩის საკრებულოს წევრი ქალაქ თბილისში. ხარს ამიბავს ჩემი კოლეგა, ჩემი მეგობარი გიორგი კვენიძე, ასევე გიჩის საკრებულოს წევრი დედაქალაქიც და ჩვენი სტუმარი იქნება ახალგაზრდა ნიჭიერი ადამიანი, პროფესიით ხიდმშენებელი რაულ ჯამაგიძე და ვისაუბრებთ იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენ არაერთ გზის გაგვიჟღერებია სოციალური ქსელებით, გაგვიჟღერებია ჩვენ საკრებულოს სხდომებზე თუ საკრებულოს სხვადასხვა კომისიებში და გვინდა კიდევ erთხელ აგეხსნათ, რატომ ვაინიცირებთ ამ პროექტებს, რა მიგვაჩნია სწორად, როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ ხვალინდელი თბილისი და გვინდა რომ დაგანახოთ ეს არა როგორც ჩვენი კაპრიზი ან ჩვენი რაღაც მხოლოდ რაღაც პოლიტიკური კეკლუცობა, ხშირად გსმენია ხოლმე საკრებულოში სამწუხაროდ, რაღაც ხანდახან პოპულიზმადაც კი შეურაცხყოფ ჩვენი ინიციატივები, მაგრამ რეალურად ჩვენ ხედავთ პრობლემას და არაფერს ისეც არ ვიგონებთ, არაფერი ისეც არ ვდებთ მაგიდაზე, რაც სამყაროში არავის გაუკეთებია, არც ველოსიპედს ვიგონებთ. უბრალოდ ჩვენ გვინდა რომ პრობლემებზე, რომელიც ქალაქში უკვე მრავლად არის, მოახდინოთ სწრაფი რეაგირება, იმიტომ რომ უმთავრესი ეს ჩვენი ფასეული რაც არის ადამიანის სიცოცხლე, ჩვენ გვინდა რომ ამ სიცოცხლეში ნაკლებად ვიწვალოთ და მეტი კომფორტი გქონდეს ყოფი ცხოვრებაში. დიდი მადლობა ორივეს. ერთად დავართ და დავიწყებ ჩვენი ერთ-ერთი პირველი ინიციატივით, რომელშიც სწორედ რაული დაგვეხმარა ამ პროექტის ამ ინიციატივის შემუშავებაში, მის ვიზუალიზაციაში, ზოგადად სწორი ლოკაციის შერჩევაში და ასე შემდეგ. ეს არის სახიდე გადასასვლელი, რომელიც აკავშირებს ერთმანეთს მტკვრის ორ სანაპიროს, ეს არის ქსნის ქუჩისა და ბელიაშვილის ქუჩის შემაერთებელი მონაკვეთი. რატომ ხიდი? წინასაარჩევნოდ ჩვენ სულ ვიძახდით, რომ 53 წელიწადია ამ ქალაქში, დედაქალაქში არ აშენებულა ხიდი და რომ წარმოვიდგინოთ რა მოცემულობა იყო 53 წლის წინ და რა არის დღეს. ავტომობილების რაოდენობა მაშინ იყო საშუალო სტატისტიკური რაოდენობა იყო 80,000 და დღეს გვაქვს 880,000. ანუ ეს არის 10-ჯერ გაზრდილი ავტოპარკი და ჩვენ გვაქვს ისევ იმ დროინდელი ორი სანაპიროს შემაერთებელი ინფრასტრუქტურა და ხიდი ეს ერთ-ერთი რაღაც დამეთანხმება როგორც ხიდმშენებელი, რომ ერთ-ერთი ისეთი ძალიან პრაქტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტია, რომელიც ამსუბუქებს მოძრაობას, ახდენს განტვირთვას, აადვილებს ეს ბუნებრივად გამყოფი მდინარის ზოლის, უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას, რომელიც ხდება ზოგადად გადაადგილების დროს და მოდით დავიწყოთ ამით, რატო არის მნიშვნელოვანი, რომ მტკვარზე იყოს ხიდი და არა ერთი, არამედ ბევრი ხიდი რომ უნდა ავაშენოთ. რა განაპირობებს ამ აუცილებლობას? მივესალმებით ტელემაყურებელს, მოგესალმებით თქვენ, ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა და ზუსტად აღნიშნულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბარი, იმდენად რამდენადაც ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ არა მარტო ქვეყნისთვის, არამედ ქალაქის განვითარებისთვის. მტკვარზე სწორად აღნიშნეთ, რომ ბოლო დაახლოებით 39-40 წელიწადია უკვე ხიდი არ აშენებულა, ბოლო ხიდი 99 წელში ვნახე ფოტოებით, მინდელზე იყო მინდელი სახელობის ხიდი, კლდანისკენ მიმავალი. იმის მერე ფაქტიურად მტკვარზე ახალი ხიდი არ გვაქვს, არ გაგვაჩნია რა. ხიდი აუცილებელი არის არა მარტო ორი სანაპიროს დაკავშირებისთვის, არამედ სწორად საგანგებო სიტუაციებში პირველ რიგში საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლებლობა უნდა ქონდეს ადამიანებს, რომ კონკრეტულ ლოკაციაზე მარტივად მივიდნენ.
ხიდმა უნდა უზრუნველყოს გამტანურარიანობა არა მარტო ავტომობილებისთვის, არამედ ქვეითთათვის. და უნიშნელოვანესია მოკლედ რა ქვეყანაში და ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება. კი, რასნამდე ჩვენ ხო ეჭქვეს არასდროს დაგვიყენებია ეგ ამბავი და არჩევნების წინაც უკვე ამოწეული ქონდა ეს პრობლემა და პირველი დღიდანვე საკრებულოში მაგერტად რომ დაიწყო ხიდებზე საუბარი და ინდივიდუალურად კოლეგებსაც ვესაუბრებოდით სულ დერეფნებში ესე ვთქვათ ინიციატივას გაჟღერებული ქონდა და რავი რამდენი გავიდა ნახევარი წელი გავიდა და მართლა როგორც იქნა აი კიდევაც მასე საკრებულოს სტომაზე რომ პირველად სამი დღის წინ რაღაცა გამეხარდა რომ სატრანსპორტო კომისიამ მოიტანა და იმ ჩვენი ხიდის პრეზენტაცია გააკეთა ზუსტად იმ ლოკაციაზე სადაც ჩვენ მქონდა შერჩეული იმ ადგილზე ისეთი ხიდი და ასე შემდეგ. ხო და დიდი ენთუზიაზმი ვერ დავინახე მერის წარმომადგენლებიდან სიმართლე რო გითხრათ ამ ინიციატივაზე, მაგრამ მაინც იმედია რომ ჩვენ ბოლომდე ვიმუშავებთ იმაზე რომ ეს ნაბიჯი გადავადგმევინოთ ჯერ საკრებულოს, მერე ქალაქის მერიას და მართლა ეს ხიდი აშენდეს რომ აი ფაქტად ვნახოთ რომ ეს აუცილებელია და შემდეგ გავაგრძელოთ კიდე ამ ხიდების მშენებლობა, იმიტომ რომ რა ვიცი შენ კონდა მგონი დათო მაშინ Facebook-ზე დაწერილი ძალიან შედარებადი არის პარიზთან ჩვენი სიტუაცია და 3-ჯერ თუ 4-ჯერ მეტი ხიდები არის ქალაქში პარიზში აშენებული იმისა მიუხედავად რომ მანქანების რაოდენობა ნაკლები არის იქ. სიდიდითაც თბილისი დიდია. სიდიდითაც თბილისი დიდია კი ბატონო. და ასე რომ ეს ერთადერთი ინიციატივა ჩვენგან ნათქვამი რაღაცნაირად დაიწყო მოძრაობა საკრებულოში და იმედია რომ რაღაცნაირად ჩვენს ხელს წამოვკრავთ და ვეხმარებით და რაღაც ვაიძულებთ რომ მართლა ხორცი შეესხას ამ იდეას. ერთ-ერთი აი რომ სოციალურ ქსელებში როცა ამ თემაზე ან პოსტდებთ ან რაღაც ესეთ ინიციატივებს იქაც ვაჟღერებთ, რა ესე ხდება ესეთი რამე რომ აი 100-ჯერ უნდა გაიზომოს, ერთხელ უნდა გაიჭრას, მერე ეს რთულია ხიდის აშენება და მოდი ტექნოლოგიურად რო შევხედოთ რა 21 საუკუნეში, რა ვიცი, ისეთ რაღაცებს ხედავ ჩინეთში ისეთი ობიექტების მშენებლობა ხდება, რომ რა ვიცი მეცინება როგორ შეიძლება მე რამე სირთულით შევადარო რაღაც 75 მეტრიანი ხიდი მყარზე იმას რაც დღეს სამყაროში ხდება, ისი მოწმევიც ვარ და ეს ჩვენ თვალწინ ხდება და აი ჩვენს მაყურებელს რო აუხსნა დღეს ტექნოლოგიად რამდენად წინა ვართ, რამდენად სწრაფად შეგვილია ჩვენ მშენებლობა, მათ შორის რა ფინანსებს შეიძლება უყურებდეს ასეთი პროექტები და რავი წელს მაგალითად მხოლოდ წელს ქალაქის ბიუჯეტი 9 მილიარდი ლარით გაიზარდა პირველ 5 თვეში და ნუ აი ამ პირობებში რამდენად ასე ვთქვათ ხელშესახები არის ასეთი პროექტების რეალიზაცია. მოკლედ ხიდმშენებლობას ბიაზე სირთულეებს რაც შეეხება რა ჯერ კიდევ ჩვენ წელთაღრიცხვამდე პირველი ხიდები რომ ბუნებრივად კეთდებოდა იმ პერიოდიდან მოყოლებული ტექნოლოგიურად ადამიანი ვერანაირად ვერ უყურებდა რომ რაიმე იყო რთული. პირველი ხიდი დაუშვათ რომელიც ჩვენამდე არის ისტორიულად მოღწეული არის ხის ხიდი სუბლიციუსის ხიდს ვეძახით ჩვენამდე შემორჩა და უნიკალური ნაგებობა იყო რა თავისი სტრუქტურით. დღევანდელ პირობებში კიდევ სოფლიო წინ მიდის ტექნოლოგიები ვითარდება, ძალიან ბევრი საშუალება არის ტექნოლოგიურად რომ რა ტიპის ხიდიც გინდა ააშენო. ბოლო-ბოლო უკვე ადამიანის ჩარევაც აღარ არის საჭირო, მარტივად 3D პრინტერზე ხდება ხიდების დაპროექტებაც და მისი აგებაც უკვე, ანუ სოფლიო ძალიან წინ მიდის და ჩვენ რატო უშინდებით აი ამ ნებისმიერი სახიდე გადასასვლელის მშენებლობას მე პირადად არ მესმის რა, იმიტომ რომ ყველანაირი საშუალება არსებობს, მატერიალურ ტექნიკური ბაზაც, ჩვენს ქვეყანაშიც სპეციალისტები არიან, სამწუხაროდ ბევრი სპეციალისტი არის ჩრდილში მოქცეული და რაღაც ესეთ თავიანთი ნიჭის გამოვლინების საშუალება არ ეძლევათ ხოლმე, როგორც წესი. საქმე არ არის და არა, საქმე არის, ბევრი საქმეა გასაკეთებელი და ბევრი ხიდი გვაქვს ასაშენებელი. თავარი არის მონდომება. მე ერთადერთ პრობლემას ვხედავ იმაში, რომ ვიღაცა შეიძლება ერთი კეთილი ადამიანის ნებაზე იყოს დამოკიდებული, გვჭირდება იმ ერთი კეთილი ადამიანის ნება. დანარჩენი არქიტექტურული თვალსაზრისით იქნება, ტექნოლოგიური თვალსაზრისით იქნება. ჩვენ თუ ვერ შევძლებთ ქართველი ინჟინერები, გვაქვს კავშირებიც, კონტაქტებიც უცხოელებთან და
მათთან მე პირადად 24 საათიან კომუნიკაციაში ვარ, თუ რამე ტექნოლოგიური პრობლემა მაქვს, ან ტექნიკური გადაწყვეტილება მიჭირს ხოლმე, ხშირად ვცდილობ მათთან ერთად ამ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების უფრო მარტივი გზით შემუშავებას. ისე რომ წინააღმდეგობას ერთადერთი შეიძლება ქმნიდეს თვითონ ადამიანი. მეტი არაფერი. კეთილი ნება, კი ბატონო. თორე ხიდი ახლა მინიმუმ ჩემი გათვლით, ხშირად მიწევს ხოლმე ხლა მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე სიარული, მინიმუმ 4-5 ხიდია ქალაქისთვის საჭირო, იმისთვის რომ ინფრასტრუქტურა ცოტა წელში გაიმართოს. ან შენ საუბრობდი ეთერის დაწყებამდე დაცილება ხიდებს შორის ხო? დაახლოებით აი ხლა რაც გავიარეთ ხომ, მტკვრის სანაპიროს გასწვრივ დაახლოებით არის კილომეტრამდე მანძილი თითოეულ ხიდს შორის. აი წარმოიდგინეთ ნებისმიერ ხიდზე მოხდეს ესეთი რაღაცა, რომ სარემონტო სამუშაოები დაიწყოს, უკვე ავტომატურად დიდ კოლაპსს ნიშნავს ქალაქისთვის. ისე რომ დიდუბიდან გლდანის ხიდებამდე დაახლოებით კილომეტრ-ნახევრიდან 2 კილომეტრამდე არის მანძილი რა. ეხლა ჩვენ რომელ ხიდზე ვსაუბრობთ, ქსნის ხიდიდან დიღმის დამაკავშირებელ ხიდზე გვაქვს აქცენტირება გაკეთებული. წარმოიდგინეთ ვიღაცა მოქალაქე ცუდად გახდა და გვინდა საავადმყოფოში მისი მიყვანა. ეს ძალიან ამცირებს მანძილს, გადაადგილების საშუალებას გვიმარტივებს, მარტო ჩვენ არა, ყველას აბსოლუტურად რა. მე გავზომე კიდევაც აი ფეიქრების ქუჩის მიმართულებიდან, ანუ ქსნის ქუჩის A-წერტილიდან ბელიაშვილის ქუჩის B-წერტილამდე ეს ხიდი ფეიქრების ქუჩის მხრიდან ჭრის დაახლოებით 5.5 კილომეტრს და დიდუბის მეტროს მხრიდან ჭრის 3.5 კილომეტრს და სწორ სიძახის ხო რა, ხა მათ გადაუდებელი მისა საცობია და რაღაცა, ხო პრობლემა არის. ხო და აი მათ პირიქით არგუმენტი აქვს რა ჩვენს მერის თანამშრომლებს რომ ეს ხიდებიო რომ გადავდოთო მე იქეთ ტრაფიკი გაიზრდებაო და უფრო გავჭედავთ და გავაუარესებთო და მე ეს გაკეთება არ გვინდა მიზეს ყოველთვის ვიპოვით რომ არ გავაკეთოთ რა და თუ გვინდა მარტივად შეგვიძლია გადავწყვეტოთ. სხვათა შორის გახსოვს დებატებზე მე კახკალაძემ თქვა იაგომ რომ დაუსვა შეკითხვა იმ ვაშინჯუდან ჩავმავალი ახალ გზაზე რომ იქ მანქანები არ მოძრაობსო, იმიტომ რომ ერთ-ერთი მიზეზი ის არის ის არ დასრულდა და რა ვიცი რა თუნდა იმოძრაოს მანქანამ როცა ხდება იმ გელოვანის იმაში საცობში და მართლაც ეს ნაწილი ჩამოსვლელი ძალიან დატვირთვით აი დაბალინტენსიური აშკარად და ნუ კახემ უყავს სუხა მაშინ რომ ესო ექსპერტებმაო ეს არაეფექტიანად ჩათვალეს რომ საუბარი არის იქიდან გადამსვლელი ხიდი სამტრედის ქუჩაზე შემაერთებელი და არ გავაკეთეთო იმიტომ რომ ექსპერტებმა გითხრეს რომ სავარაუდოდ ლაპარაკი უცხოელ ექსპერტებზე რომლებიც მე და გიორგი უნდა ვიპოვოთ აუცილებლად და მივაგნოთ ვეძებთ უკვე ის არაფერია ძაფის ბოლოებს და მათთან დისკუსია გვინდა ხო აი რა არგუმენტი იყო მოყვა იმიტომ რომ ეს კომუნისტების დროსაც კი იყო რეკომენდირებული ამ ეს დაკადის და ხიდის შენელება. ხო და მე ისე ვიქმნები რომ აი პერსონალურად ადამიანები არიან პასუხისმგებლები ამაზე. ისმით აი მაგით იგივე ჩვენი ქალაქის მერი იქნება ეს თუ ვინც იქნება ცდილობენ რომ რაღაც ექსპერტები აიფარონ წინ, ვიღაცების დასკვნები აიფარონ წინ და გამოდის რომ ბოლო-ბოლო მაგათი გადაწყვეტილება არის სინამდვილეში და ხო და ამ მე ვფიქრობ ამის საშუალება არ უნდა მიეცეს ამ ხალხს რომ ვიღაც ექსპერტებს ან მოუყვანონ ექსპერტები და დაგვიჯინონ ან და არ შეიძლება რომ მაგის საშუალება ჰქონდეთ რომ ვიღაც ექსპერტებს ამოიფაროს ქალაქის მერი და ეს მოიმიზედოს იმათ რომ ამიტომ ხიდი არ ავაშენე, გზა არ ავაშენე, მაინც არაფერი გვეშველება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო და იგივე ხედავთ ხოლმე ნებისმიერ ინიციატივებზე, აგერ რა ვიცი, მშვენიერ ინიციატივას შევიტანით 2 თვის წინ მაგალითად დიდი პრობლემა გვაქვს ქალაქში პარკირებების. თვითონ მაგათი თქმით 600.000-დან 800.000 მანქანამდე მოძრაობს ყოველ დღე. ქალაქში და არის სულ პარკირების რაოდენობა 30 იყო და ჩამოიყვანეს 29-მდე და ამით ამაყობენ რომ შეამცირეს პარკირების მდგომარეობა. ინიციატივა ჩვენი იყო ძალიან ელემენტარული რომ გავაჩინოთ სტიმულები რომ ერთი ის რომ გავაჩინოთ სტიმულები რომ ბიზნესმა ააშენოს პარკირებები და პარკირება გახდეს რაღაც მომგებიანი ბიზნესი რომ კერძო ბიზნესმენს ბევრი გააკეთოს. მაგალითად არის უამრავი მიწის ნაკვეთები ქალაქში, რომელიც ზოგი კერძო საკუთრებაშია, ზოგი მუნიციპალურ საკუთრებაშია, მაგრამ მისი გამოყენება რაიმე სხვა გზით არ შეიძლება, თუ არა რამე პატარა დაუშვათ იგივე პარკირებების აშენება, ხო? და შეთავაზება იყო ეგეთი, რომ ბიზნესმა მოიძიონ ეს ნაკვეთები, მერიის არქიტექტურის სამსახურმა მოიძიოს ესეთი ნაკვეთები. გაკეთეს რაღაც პროექტი, ესკიზი დავარქვა თუ რას დავარქვა, რა ვიცი, 100 ადგილიანი, 200-იანი, 300-იანი, 500-იანი. ხო, პარამეტრები განისაზღვროს და რაღაც ერთხლად გამოვიდეს აუქციონზე, ოღონდაც
რაღაც პირობებით, რომ აქ პარკირება უნდა აშენდეს. პლუს მიეცეს საშუალება იმ ინვესტორს, რომ დაუშვათ პირველ სართულზე რაღაც მიმყოლი ბიზნესის ობიექტები გახსნას, რა ვიცი, სამრეცხავი იქნება, ავტომაღაზია იქნება, თუ რას იქნება, ხო? რაღაცნაირად გავანთავისუფლოთ, მაგალითად, რაც ადგილობრივ მთავრობას შეუძლია რაღაც ქონების გადასახადიდან. რაღაც ეს პირობები შეუქმნათ, რომ უფასოდ გადავცეთ მშენებლობის უფლება, რომ რაც შეიძლება შეუმცირდეს ინვესტორს დანახარჯი, რომ 1 კვადრატული მეტრის მშენებლობა ისეთ ადეკვატურ ფასში ჩაჯდეს, რომ ღირდეს იქ პარკინგის ფასიანი პარკირების განთავსება. ხო და შემდეგ როდესაც ეს პარკირებები ბევრი იქნება, კონკურენციის შედეგად მივიღებთ იმას, რომ ფასიც უფრო ადეკვატური იქნება. თუმცა მე დათვლილი მაქვს კიდევაც იმ ფასად, როგორც ახლა ქალაქი აქირავებს ჩამოხაზულ პარკირებებს, აი მაგ ფასადაც კი თუ ესეთ პირობებს შეუქმნით ინვესტორებს, მომგებიანი იქნება პარკირებების მშენებლობა. და დამერწმუნეთ, რომ ადამიანს თუ აქვს საშუალება, რომ თავის სახლიდან ან თავის სამსახურიდან რაღაც ადეკვატურ დაშორებაზე 100 მეტრი იქნება ეს 200 თუ 300 მეტრი მანქანა დახურულ პარკირებაზე, დაცულ პარკირებაზე გააჩეროს, არავინ ქუჩაში და ტროტუარზე და საბავშვო მოედანზე მანქანებს აღარ გააჩერებს, ხო? მოთხოვნა იქნება. ეს ერთი იყო ჩვენ ინიციატივაში. მეორე იყო ის, რომ როდესაც ქალაქი აკეთებს რაღაც სარეკრეაციო ზონებს, როგორც არის რაღაც პარკები, როგორც არის ვაკის პარკი, მაგალითად, მზიურის პარკი იქნება ეს თუ რაიმე სხვა ესე იგი საზოგადოებრივი რეკრეაციული ცენტრები გამოიყოს რაღაც წესი გავაკეთოთ, კონკრეტულად განვიხილოთ ერთი შემთხვევა და მეორე შემთხვევა წესი შევემუშაოთ, რომ თუ ესეთი რაღაც შენდება, პროცენტული რაღაც რაოდენობით გამოიყოს მიწის ნაკვეთი 5% იქნება თუ 10% იქნება, სადაც რამდენი საშუალება იქნება, ხო? კანონში შეიძლება დაიწეროს 5-დან 15-მდე დაუშვათ. რომელიც გამოიყოფა ისე პარკირების მოსაწყობად, მიწის ზედა მრავალდონიანი პარკირების მოსაწყობად და როგორც ეს არის სტრასბურგში, როგორც ეს არის პრაგაში, ყველა ცივილიზებულ და განვითარებულ ქვეყნებში ეს არის. გამოიყოს ეს მიწის ნაკვეთი და იგივე მიმზიდველ პირობებზე გადაეცეს ინვესტორს. ხო და მესამე რაც იყო, რომ აი ჩვენი მერია ძირითადად იმით არის დაკავებული, ხშირად მაქვს ნათქვამი, რომ თუ საკრებულოზე ყოველ სტომაზე რაღაც 70-80 საკითხი იხილება, ნახევარი აქედან არის იმაზე, რომ ამათ გაუზარდეთ კოეფიციენტი, იმათ გაუზარდეთ კოეფიციენტი, ბიუჯეტში შევატანეთ 2 მილიონი ლარი, გადავახტევინეთ ჩვენებს 1,5 ლარი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ესეთი საქმეების მაგივრად უბრალოდ ესე იგი ამ მშენებლობის პირობებში იყოს ჩადებული, რომ დაუშვათ, რა ვიცი, თითო ბინაზე აშენებულ ბინა იქნება ეს თუ საოფისო ფარცე, უნდა იყოს 1,5-2 კოეფიციენტი პარკირებების რაოდენობის. თან ეს არ არის აუცილებელი ნიშნავდეს, რომ დაუშვათ თავის მიწის ნაკვეთზე განათავსოს მშენებელმა ეს ყველა პარკირებები, იმიტომ რომ თუ ასე იქნება, რა თქმა უნდა, შეიძლება არც იყოს მომგებიანი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადგილს დაიკავებს პარკირება. უბრალოდ ამ ადამიანს მიეცეს საშუალება, ინვესტორს მიეცეს საშუალება, რომ ნაწილი თავის ნაკვეთზე განალაგოს ეს პარკირებები, ნაწილი, რა ვიცი, მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილ სხვა ნაკვეთზე განალაგოს, ან სხვა დეველოპერთან ერთად. ხო, რაღაც გარკვეულ ადეკვატურ რადიუსში 200 მეტრი იქნება თუ 300 მეტრი იქნება, მთავარია რომ საერთო რაოდენობა შექმნილი ობიექტების საცხოვრისის მაგალითად და ოფისების შეესაბამებოდეს საერთო რაოდენობას პარკირებების აი რაღაც რაიონში. ხო და თუ აქამდე მივალთ, სულ სხვა მოცემულობა გვექნება 2, 3 და 10 წლის შემდეგ. მაგალითად, მე შესწავლილი მაქვს ინფორმაცია, მაგალითად, სამხრეთ გერმანიაში ეს კოეფიციენტი არის 1/5, ესე იგი, დარეგისტრირებული მანქანების და ბინების რაოდენობასთან 1/5 არის პარკირებების რაოდენობა. ადბინაზე 15 პარკირება არის, ხო? სადღაც პარიზში და მის გარემოცვაში 1 და 2 არის დაუშვათ, სადღაც 1 და 7 არის და ასე შემდეგ და თბილისში ეს 0.1 შეიძლება არაცდეს რა. ხო და გასაგებია რომ ეს დიდი პრობლემაა, მაგრამ მე სულ არ მაკმაყოფილებს მაგალითად ჩვენი საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის პასუხი, რომ არაფერი გვეშველება, მაინც ეს იმხელა დისპროპორცია არისო, რომ მაინც არაფერი გვეშველება და არაფერი არ ვაკეთოთო და აი ჩემთვის გაუგებრე მე დღემდე ვერ მივახციე იმას, რომ ამ არგუმენტირებული უარი მეთქვას ამ ჩემ ინიციატივაზე. ანუ მე აქ დამიჯდეს და აი მართლა არგუმენტირებულად წინააღმდეგობა გამიწიოს, დაიცვას თავისი პოზიცია, რომ თურმე ჯობია არაფერი არ გავაკეთოთ და ესე დავტოვოთ როგორც არის
და ერთ-ერთი გამოსავალი ის არის, რომ ხალხს აუგრძალოთ მანქანების სიარული, ფაქტობრივად აკრძალვაა მანქანის სიარული, თუ შენ მანქანას ვერცად ვერ აჩერებ, ვერცად ვერ გაევლი და ვერცად ვერ მიხვალ, ჩათვალე რომ გიგრძალავენ მანქანის სიარულს. რა, აი შენი ის მაინტერესებს პოზიცია მათ არგუმენტზე, რომელიც მე მოვისმინე, მე ეს მეუცნაურება და არასწორი მგონია, მაგრამ არგუმენტად არის მოყვანილი ეს, რომ ახალი საპარკინგო სივრცეებიო და მუნიციპალიტეტი ამაყობს იმით, რომ 32 საპარკინგო საზოგადოებრივი პარკი 32000 საზოგადოებრივი საპარკინგო ადგილების შემცირდა 29000-მდე, ეს მიღწევა იმ პოლიტიკის ფარგლებში, ასე ვთქვათ, ავტომობილებთან ბრძოლის ფარგლებში, რომ ახალი საპარკინგო სივრცეებიო ესო შექმნისო ახალ მიზიდულობის ცენტრსო. ანუ ჩვენო ვებძვით მოტორიზაციასო, ანუ ძალიან ბევრი მანქანა გადაადგილდებაო, ესო მიუღებელი არისო, მანქანების რაოდენობაც ბევრიაო, შედარებით ევროპასთან, მაგრამ აი ესეთი ლოგიკას აყალიბებს, რომ ჩვენ ახლა ჩვენ ინიციატივაზე კი არ ლაპარაკობთ. პირდაპირ გვეუბნებათ, თქვენი ინიციატივა ეწინააღმდეგება ჩვენ პოლიტიკასო. ჩვენ ვამცირებთ, თქვენ რას მეუბნებით ახლა, რომ მე პარკინგები ავაშენო? მოდი შენი პოზიცია გითხარი. პოზიცია მაგასთან მიმართებაში ესეთია. მე როგორც მახსოვს წლების წინ ბატონ კახის ქონდა ინიციატივაც და ანონსებულიც იყო რაღაც ტენდერი ვით გამოაცხადეს თუ კონკურსი ორ ლოკაციაზე. კი, რამოდენიმე ლოკაციაზე დაინტერესებული ინვესტორი ვინც იქნებოდა აძლევდნენ საშუალებას, რომ საპარკინგო სივრცეები აშენებულიყო და იმ პერიოდში მოკლედ ძალიან მომეწონა ეგ ინიციატივა, იმიტომ რომ რაღაცნაირად ხან ამერიკაში ვიყავი, ხან ევროპის ქვეყნებში და იქ ბევრი ვნახე ესეთი საპარკინგო სივრცეები და ბოლოს მეთქე ჩემს ქვეყანაშიც ანალოგიურს ვნახავ რა ესეთ შენობას. მაშინ მის ესეთ ინიციატივას რატო არ აყვნენ, არ ვიცი. მართლა არ მისმის. ახლა მოცემულობა იყო ისეთი, არა ეკონომიკურად მიუღებელი. ხო, ნუ არ ვიცი. მიწის ქვეშაზე იყო ლაპარაკი, გიგეშიძის ბაღის ქვემოთ იყო ერთი ლოკაცია, მეორე ფილარმონიის ქვემოთ. კი ბატონო. და ორივე ლოკაციაზე ის კი არ იყო მრავალდონიანი ორივე იქნებოდა და ისა დატვირთული დღეს მდგომარეობა. ხადია, ოღონდ უყურე, არა გავიგე რა უყურე, იქ იყო მეც დავინტერესდი მაშინ და ამიტომ ვიცი. იქ არის რა მიწის ქვეშ შენ ძალიან კარგად იცი, რამდენად რთულია ერთი მოწყობა რთული, მე კომუნიკაციები გადასატანის, დამატებითი კოსტები აქვს რა, როცა მიწის ქვეშ და მაგრამ მეორე კიდე ექსპლუატაცია. ფინანსური ანალიზი არ ვიცი. ხო, უყურე, ხო და მე იმას ვეუბნებოდი, კაცო, იყოს მიწის ქვეშ, რომ მიწის ზემოთაც იყოს, რომ ის გამიიაფდეს. ხო და არა, იქ არა, ხო, მაგრამ იქ პარკი არისო, იქო პარკი არისო და როგორ და მარტო მიწის ქვეშ ეკონომიკას ვერ უძლებს, გესმის, იმიტომ რომ იმას ვენტილაცია უნდა, ხო, ის საზღაძრო უსაფრთხოება ძალიან რთულდება, ხო და ეს ბევრი რაღაცა და ერთადერთი გზა რომ გაიაფთეს, კი ბატონო, იყოს მიწის ქვეშ, მიწის ზემოთაც უნდა იყოს, მე საშუალოდ ეს შევცილო. გეთანხმები, ეგ არის სწორი გზა. თვითონ ის მიდგომა რომ დაუშვათ ქალაქში პარკირების სივრცეების შევზღუდო და უფრო მცირე რაოდენობით მქონდეს, მაგ მიდგომას არანაირად არ ვიცი. არა, მე დავამატებ რა, ეგ არ არის გლუპურლებით გაკეთებული რა, ეგ უბრალოდ გაკეთებულია, იმიტომ რომ თქვას რომ აი მე ხო შემოგთავაზეთო და უარი მივიღეთ, ვერ მოინახო ინვესტორიო. გასაგებია, კაცო, შენ შემომთავაზე ის რაც რა ვიცი 1 ლარი უნდა ღირდეს, შემომთავაზე 1000 ლარად და გასაგებია რომ არ ვიყიდი მაგას მე 1000 ლარად და როგორ შეიძლება მე ეს მოიმიზეზო რომ აი მე ხო შემოგთავაზეთო, ესე იგი ეს პროგრამა აღარ მუშაობს. მოდი მე რასაც გეუბნები, ის ეგეთ წინადადება გავუკეთოთ ინვესტორებს. როგორცაც მე დავაინიციირე და ნახოთ თუ არ იმუშავებს. მით უმეტეს რომ როდესაც ჩვენ ეს გავაჟღერეთ, უკვე გამოგვეხმაურა ხალხი, ვისაც ზოგს თავის მიწის ნაკვეთი აქვს საერთოდ. ხო და აი ეს უბრალოდ ესეთი ეშმაკური არასწორი ის არის პოზიცია რომ აი ჩვენ რა ვქნათ ალბათ თქვითო და არავინ არ იყიდაო და ნუ გასაგებია შენ რომ რკინას ოქროს ფასად ყიდი არ ვიყიდი. ნუ და პოლიტიკის დონეზე გამიგერავ და აი ხა მოდი ცოტა შორიდან დავზუმოთ რა ამ ამბავს და მეორე ესეთი ნარატივი რომელიც ასევე ხშირად მსმენია რომ მიგრაციის პროცესი, რომელიც ახლა არის საქართველოში, შიდა მიგრაციას გულისხმობ, თუმცა უცხოელი ინვესტორებიც არიან საკმარისად, რომლებიც ამ ქვეყანაში ყიდულობენ უძრავ ქონებას და ეს უძრავი ქონება თბილისში იზრდება, სულ აი რა ვიცი, მე ბოლო 10 წელიწადში, 12 წელიწადში 30 მილიონი კვადრატული მეტრი არის შექმნილი და მოკლედ ესეთი პროცესი მიდის. ჩვენ ხო ამაზე თავს ვერ დავხუჭავთ და ხო არ ვიტყვით ესე. ანუ მეორე ვარიანტია თუ შენ მაგას იძახი რომ ქალაქი არ უნდა გაიზარდოს, აი გავჩერდით და მაშინ სხვა გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ, ინფრასტრუქტურას ვერ ვაკეთებთ და ქალაქს ვერ ვზდით. ჯერ ესეთი ეს უნდა იყოს რაღაც რეფერენდუმი, შეიძლება ხო თბილისელებს კითხოთ, როგორი თბილისი გვინდა ხვალ. თუ გვინდა რა ვიცი პატარა დახურული ქალაქი სხვა ამბავია, თუ მინდა მეგაპოლისი, ფინანსური ცენტრი ვიყო და ამიერკავკასიის სხვა რაღაცა მინდა
გესმის თორე რა ვიცი ეგრე შეიძლება ცხენზეც გადავშდეთ თუ მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენ საზოგადოება და ვიტყვით რომ რა ვიცი ეკოლოგია გვინდა და კაი ჰაერი გვინდა და მანქანები მოსპო და გადავშდეთ ცხენზე ეგეც მოსულა ალბათ რუსეთს მაგალითი კარს გვიჩვენებს საწვავის გაყიდვა აგრძალე და აღარ საცობები იქნება და არაფერი ეგრე შეიძლება ეგეც შეიძლება აი ესე გლობალურად შევხედოთ აი რა უყოთ თბილისს ანუ მე ხო ჩემი კაპრიზი იქიდან გამომდინარე ხო მაინც და მაინც ხიდები მესიზრება რაღაცა მე პრობლემას ხედავ ადამიანების მათი ცხოვრების პრობლემის გამოძახილი ფაქტია რომ რაღაცა პრობლემები გვაქვს რა შეიძლება ეს მენტალური პრობლემაც იყოს ჩვენი როგორც ქართველების რა გვიჭირს რაღაც სიახლეებთან შეგუება სიახლეების მიღება თუ თემას უფრო გლობალურად შევხედავთ შეიძლება უფრო დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ კიდე რა თავარი ისევ და ისევ მგონია რომ ჩვენ თვითონ ადამიანებმა არ უნდა შევიქმნათ ეგ პრობლემა ხედავთ რომ რაღაცა საპარკინგე სივრცეა მოსაწყობი ყველანაირი საშუალებაა მაგისთვის რომ ეს საპარკინგე სივრცეები მოვაწყოთ თუ ვინმე არის და უშუალოდ ამის წინააღმდეგი მაშინ უნდა ვთქვათ კონკრეტულად სახელი და გვარი ვინ არის ამის წინააღმდეგი თორე ინვესტორი ახლა დარწმუნებული ვარ ინვესტორს ინვესტიციის ჩადებათ ამ ქალაქში იმისთვის უნდა რომ ხვალდაზე უფრო მეტი ფული იშოვოს რა ვიდრე დღეს ხარჯავს იმ ფულს და თუ მე ვხედავ როგორც ინვესტორი რომ ჩემთვის ეს თემა არის მომგებიანი იგივე საპარკინგე სივრცე ამდენ საცხოვრებელ კორპუსის მშენებლობას ავდგები და საპარკინგე სივრცეში ჩავდე ფულს რატომაც თუ მომცემენ საშუალებას რომ ხო სიმაღლეში წავიდე მაგრამ იქ რაღაც წინააღმდეგობებს სამწუხაროდ ხვდებით ხოლმე რა როგორც წესით არის წესით აღნიშნული. პოლიტიკაა შენი წინააღმდეგობა რა უბრალოდ პოლიტიკის დონეზე ეს წინააღმდეგობა ეს ხო ისე მართლა ხო არ ვეკიშპებით ერთმანეთს არა იმ ხალხს ესე გონია ჩვენ ესე გონია და ჩვენ გვაქვს პოლიტიკური საკითხია საბოლოო ჯამში ხო ანუ მე ესე წარმომიდგენია ამ ქალაქის განვითარება და იმ ხალხს ესე წარმოუდგენია და მაშინ როგორ უნდა ვქნათ აი ადამიანებს როგორ აუხსნათ როგორ დავაჯეროთ სწორი ეს რა ხო დადიან საზღვარგარეთ ხო ნახულობენ სხვა ქალაქებს აი როგორ არის არა პრობლემა იმაშია რომ აი არ ხდება საჯარო საუბარი არაფერს არ ხდება საჯარო საუბარი არ ხდება არაფრის საჯარო განხილვა არ ხდება შენ კარგად იცი რომ ხშირად გვეუბნებიან კოლეგები რა გინდათ ხალხო ჩვენო ხალხმა მოგცაო ხმაო და ჩვენ გავსაუბროთ როგორ უნდა იცხოვრონო ოკეი მოდი გავარჩიო ხმა და არ გამოვა ისე რომ ჩვენ მისი ამორჩევლები ვინც ვართ რომ ჩვენც არ მოგვისმინონ ესეც არ შეიძლება რა აუცილებელია რიგით მოქალაქესთან კომუნიკაცია აი ეს პრობლემა ჩნდება იქ როცა ხელისუფალი კარგავს რაღაც როგორ ვთქვა რა ძალიან ისე არ მინდა რომ ცოტა ისე გამომიგდეს რა არქიტექტურულად ხო რა თავის კლიენტთან ანუ ჩვენ ხო მისი ამორჩევლები ვართ არა ყველანაირად მისი გადაწყვეტილება კაი არის ცუდი არის ჩვენ მის გვერდში ვართ და გვინდა რომ ერთად განვითარდეთ ამ ქვეყანაში ერთად წავიდეთ წინ და უფრო მეტი დავაპროექტოთ უფრო მეტი ავაშენოთ რა და როცა შენ ამორჩეველთან და ხალხთან ელემენტარულად სასაუბრო ველს მოიჭრი იქ უკვე მე დიდი პრობლემები ხდება ეს პრობლემა არის მე დღეს პატარა ხვალ უფრო დიდ მასშტაბებს ღებულობს ეს პრობლემა კი რა თქმა უნდა ეგენი კი ამბობენ რომ ჩვენ ხმა მოგცესო და უმრავლესობაში ვართო კი მაგრამ აი რა თქმა იმას კიდევაც კაცო თქვენ რომ დაგეწერათ წინასაარჩევნო პროგრამაში ის რაც რო აპირებთ იმის გაკეთებას რაც შემდეგ გააკეთეთ მაგალითად ჯარიმებს გავზდით ხალხო როგორც თქვენ ჩვენ აგირჩევთ საპარკინგე ადგილებს შევამცირებთ ხიდის მშენებლობას არ დავიწყებთ გზებს არ გავაფართოვებთ არაფერს ეს ყველაფერი რომ ჩამოგეწერათ იქ აბა მაშინ ნახავდით როგორი პროპორცია იქნებოდა ხო ხო და აი ისე მივდივართ იქ რომ საჭიროა რომ მართლა ლაპარაკი კი იყოს უფრო მეტი მათ შორის წინასაარჩევნო აიმიტომაც რომ დებატები არ არის წინასაარჩევნო პრობლემა მე მინდა ხოლმე რა მე როცა რაღაცას ვაკეთებ ხა ვზივარ ძირითადად ჩემი საქმიანობა რით შემოიფარგლება რაღაცა ვზივარ კონსტრუქციულ გადაწყვეტილებებს ვიღებ არქიტექტურაში რაღაცა მონახაზს გავაკეთებ და მე ამის გავრცობას ვცდილობ რა ყოველთვის რა ჩემი გადმოსახედიდან პრობლემა არის იქ სადაც შენი მიზნის მიღწევისთვის მოკლედ რა ვცდილობ და ვიღაც მოკლედ შენ ამ გზაზე გეღობება მე არ გაძლევ საშუალებას რომ შენი ჩანაფიქრი იქნება თუ ნამუშევარი ამის რეალიზება გააკეთო ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს იგივე ჩვენი ქსნის პროექტთან დაკავშირებით სახიდე გადასასვლელი გავაკეთეთ სრულიად ადაპტირებული სატრანსპორტო ქვეითთათვისაც და ადაპტირებული გვინდოდა გაგვეკეთებინა და მე მგონი შევძელით კიდევაც თვითონ სანაპიროზე მისაწვდომობის უკუთხით ძალიან ნორმალური პროექტი იქნება კი და მინდა რომ ესეთები საზღვარგარეთ რომ აქვს ნახი მინდა რომ ჩემს ქვეყანაშიც რაღაცა ანალოგი ვნახო ხო
და არ ვიცი, მტკვართან წოდომა ადამიანმა დაკარგა მაშინ, როცა ეს მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე უზარმაზარი საყრდენი კედლები გააკეთეს. დღეს ახლა ცალკე საკითხია ეს კედლები რა მდგომარეობაშია და საჭიროებს თუ არა დაუშვათ ხელის შევლებას, მაგრამ გვაქვს კიდე დღესაც არის ის საშუალება, რომ რაღაცები უკეთესობისკენ განმოვითაროთ, უფრო მეტი ავაშენოთ. ჩვენ ქვეყანა რაღაც სხვა მიმართულებით წავიყვანოთ, რა მაგის საშუალება ნამდვილად არის. ცოტა ხნით გავიდეთ რეკლამაზე. გავიდეთ რეკლამაზე Tele26-ში და ცოტა ხნით დაგიბრუნდებით. ჩვენ გვჯერა, რომ თითოეული მოსწავლე, რომელიც ჩვენ კარში შემოვა, გენიოსია, რომელმაც უნდა იყოს მის შინაგანი მოწოდება და სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს. ჩვენ გვჯერა, რომ ფიქრის გამომწვევი კითხვების დასმა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სწორი პასუხების დაზებირება. და ჩვენ გვჯერა, რომ მკაფიო აზროვნებას სწორ გადაწყვეტილებამდე მივყავართ. სწორი გადაწყვეტილებები ქმნის ჯანსაღ ჩვევებს, ჯანსაღი ჩვევები აყალბებს ხასიათს, ხოლო ხასიათი განსაზღვრავს ბედისწერას. ამერიკული სკოლა, რომელსაც მართავენ ბავშვები. საუკეთესო არჩევანი, როცა რეიტინგული არხები გჭირდება. დაგვიკავშირდი ნომერზე 032 205 12 12. ჩაერთ Excel-ში სრულად უფასოდ. Digital TV, შენთვის შექმნილი მაუწყებლობა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ვაგრძელებთ საღამოს ლაივს Tele26-ში და ჩვენ საუბრობთ თბილისში ჩვენ გირჩის ინიციატივებზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებთან დაკავშირებით და ვარჩევთ რამდენად აუცილებელია ეს ჩვენი ახირება თუ ეს არის გარდაუვალი აუცილებლობა იმოცემულობის ფასთან მიმართებაში, რომ ქალაქში გაზრდილი ავტომობილების რაოდენობა მე მაინც ვერ ვატყობ, რომ ეს ტენდენცია რაღაცნაირად ამოდისმე შემცირდება, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა სამოქალაქო მშენებლობა იზრდება, მნიშვნელოვნად იზრდება, ამას თქვენც ხედავთ, უამრავი რეკლამა არის, ახალი კომპლექსები შენდება საცხოვრებელი, ინვესტორებს ვეძახით, ისეთი ქალაქი შენდება, ასეთი ქალაქი შენდება, რა ვიცი, სახელი აღარ დაჩა წინ საერთოდ არ ქონდეს დეველოპმენტს და ამოცემულობას აქეთ ამხარეს მე ხედავ იმ პრობლემას, რომ არ დგას ადეკვატურად ინფრასტრუქტურის განვითარება, არ უდგას ინფრასტრუქტურის განვითარება და ესეთი სტატისტიკაც ამოვიღე რაულ, რომ თუ სამოქალაქო მშენებლობა, აი მთლიანად რამდენი ძირითადად სამშენებლო მასალა ცემენტია, ხო, შეიძლება რაღაც პარამეტრად ვიხმარო რა, აი რამდენი ცემენტი იხარჯება სამოქალაქო მშენებლობაში და რამდენი ინფრასტრუქტურაში. აი კატასტროფული თანაფარდობა მე რო გავდიოდი რაღაც ხელოვნურ ინტელექტთან ვთელავდი ამ საკითხს და 92% არ ვის წინააღმდეგ. და ხელოვნურ ინტელექტმაც ასე ვთქვათ მირჩია რომ პატარა ვერა ხარ ჯანზეო და ეგ პროპორცია აშკარად გამოსასწორებელი გაქვს. მე ვხედავ კაცო რომ ხო როცა ამხელა დამატებით საცხოვრის ქმნი, ამდენი ადამიანის შემომატება ქალაქში სავარაუდო, შენ აქეთ ამ მხარეს არაფერი აკეთო და მარტო ასფალტის საფარი გამოცვალოთ, ეს მე მგონი იმ გაზრდილ პრობლემას აღარანაირად არ მოგვარებს რა. კიდევ აბსურდულია ეს რა ქვია, არგუმენტები მე ის რო აგერ სარეკლამო პაუზის დროს რაული თქვა, როგორო კაცო, ვერ გავიგეო, რა არგუმენტია ეგ, როგორ შეიძლება თქვაო, რომ არაფერი გვეშველებაო და პარკინგი არ უნდა შენას. სამწუხაროდ ესეა და კიდევ ძალიან ჩაციკლულები არიან ჩვენი მერის სამსახურები ბასლაინებზე. რატომღაც გონიათ, რომ ბასლაინები ეს არის რაღაცნაირი პრობლემის გადაჭრა. მანდაც რაღაც აბსურდულ რამეებს ამბობენ, მაგალითად, ნათქვამია საჯაროდ, რომ ჩვენო ეს ქალაქიო არ არისო ავტომობილისტებისო, ეს ქალაქიო ადამიანების არისო. ავტომობილების ქალაქი არ არის. ავტომობილების ქალაქი არ არისო, ხო და თან მეორე მხრივ ამბობენ, რომ 800.000 ავტომობილი მოძრაობსო.
ავტომობილი ხო, დედაქალაქში და ავტომობილი ხო ადამიანის გარეშე ვერ მოძრაობს. ვინც ამ ავტომობილში ზის ეს 800 ხო, ჯერჯერობით ვერ ხო. მოძრაობს. ვინც ამ ავტომობილში ზის ეს 800,000 ადამიანი, რატომ არ გადის ადამიანების კატეგორიაში ამ ხალხისთვის? და როგორ შეიძლება თუნდაც მართლა შენ ვიღაც ავტობუსით მოსიარულე ადამიანების ზრუნვის თუ ინტერესებისთვის აკეთებდე რამეს, რატომ უნდა დააზიანო ის ადამიანები, ის 800,000 ადამიანი, რომლებიც აშკარად უფრო მეტია მანქანებით მოსიარულე თბილისში ადამიანი, ვიდრე ავტობუსებით მოსიარულე, ჩემთვის არის გაუგებარი. ხო და მანდაც ჩვენ რაღაც ინიციატივები გქონდა, დაწყებული იქნა რომ მოდის ვასალოთ გავაუქმოთ ბასლაინები, იმიტომ რომ არ შეიძლება იყოს რაიმე ვინმე ადამიანები არ შეიძლება იყოს ავტომატურად სახელმწიფოს მიერ პრივილეგირებული. პრივილეგია ყოველთვის სუდად მთავრდება. არავის არ არის კარგი, მაგრამ ამასთავი დავანებოთ. ოკეი, არის დაუშვათ ეს ბასლაინები, არ გამოდის სხვანაირად. ბასლაინი ხო ემსახურება იმას, რომ ვითომ რაღაც ერთეული ტრანსპორტით უფრო მეტი ადამიანი გადაადგილდებოდეს. კი ბატონო, მოდით მაშინ ავიღოთ ამერიკის მაგალითი, ავიღოთ ისრაელის მაგალითი და დაუშვათ ბასლაინებზე მოძრაობა იმ ავტომობილების, რომელშიც 3 ან მეტი ადამიანი ზის. არსებობს ამის პრაქტიკა. არსებობს პრაქტიკა, მაგალითად ამერიკაში ჰაივეიზე ყოველთვის არის გამოყოფილი ერთი ბზოლი, იქ რა თქმა უნდა 5 და 6 ბზოლიანი მოძრაობაა, მაგრამ ერთი არის გამოყოფილი, რომელზეც რომბები არის დახატული და იქ შეგიძლია იმოძრაო თუ ავტომობილში 3 ან მეტი ადამიანი ზის. მაგაზე რა პასუხი გაქვს? ისრაელში არის იგივე ქალაქშიც ბასლაინებზე შეუძლია ნებისმიერ ავტომობილმა იმოძრაოს, სადაც 3 ან მეტი ადამიანი ზის. მოდი ჩვენც ეს გავაკეთოთ და დავასტიმულიროთ მოქალაქეები თუ დაუშვათ ერთ ადგილზე მუშაობენ თანამშრომლები, შეიკრიბონ ერთი მანქანით წავიდნენ, რა ვიცი, ოჯახის წევრებმა ერთად იმოგზაურონ ერთი მანქანით და ასე შემდეგ. მოდი ეს ნაბიჯი გადავდგათ. შევიტანეთ ინიციატივა, შრალი იგნორი. ვითომც არაფერი არ ხდება. არგუმენტი ხო გითხეს, კაცო, მანეკენებს ჩასვავენ შენ. ხო. და ვინ უნდა აკონტროლოს? ესეთი არგუმენტაცია აქვს ადამიანებს რა მინდა და სავალი რო არ ნახოს რა და მაგიტომაც საჯაროდ ვერავინ ვერ გვიჯდება გესმის ალაპარაკოთ რომ აი არგუმენტი არ გააჩნია აი სისულელეები უნდა ილაპარაკონ გესმის და მათ თავის თავს აძლევენ უფლებას რომ აი იქ სისულელეები გველაპარაკონ დახურულ დარბაზში ხო და აქ ვერავინ ვერ ჯდება საჯაროდ და მაგიტო ვერ გველაპარაკებიან მაგიტო არავის ვერთი გაბედული ადამიანი არ გამოჩნდა არც საკრებულოში, არც თბილისის მერიაში, ვინც დამიჯდება და საჯაროდ დამელაპარაკება. ქართული საკითხი არის და მე ხშირად ახლა ბასლაინზეც მიწევს ხოლმე მოძრაობა, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ ხვდები რომელ ზოლში ვარ. მოდივარ, უცებ ხვდებით, ანუ ავტომობილის ზოლში ვდგავარ და უცებ ჩემს წინ აღმოჩნდება, რომ გადავედი ბასლაინის. ხაფანგები აქვს დაგებული, კი? პეკინზე მაგალითად, რა გპ-ის პირველ კორპუსთან არ მისვლა. კი არის, კი. ეგეთ სიტუაციები ბევრი მქონია. და შენ რა სიგანეზე იძახდი ბასლაინები? სიგანეები ხა ჩვენთან რაღაცა ისეთი კონკრეტული სტანდარტი სამწუხაროდ რა არ არის ისეთი დადგენილი სტანდარტი. სტანდარტები გვაქვს, როგორ არ გვაქვს, უბრალოდ ამ სტანდარტს არავინ არ უყურებს. თუ არის დაუშვათ 2.75 ან 3.5 მეტრი გზის სიგანე, ბასლაინის შემთხვევაში შეიძლება იყოს 5 და 0. ანუ ბასლაინს უფრო დიდი სიგანე უჭირავს, ვიდრე დაუშვათ ჩვეულებრივ ავტომობილებს. ეს რამ თუ მანქანა არ არის არ ვიცი. მე ხო არ ვიცი ვინ აგეგმარებს გადაწყვეტილებას ვინ იღებს. ანუ შენ იძახი რომ ფაქტობრივად 5 მეტრიანია? კი. ფაქტობრივად 5 მეტრი. კი, მაგრამ მომენტ შეიძლება 3-იანიც იყოს? შეიძლება 3.75 იყოს რა. ნუ გასარკვევია რომ ეს ავტობუსის სიგანეზე ხო არა გამოგე? აი ეს რაღაც რო სიგანე ყველას ერთი და იგივე აქვს, აი რაღაც ისეთ განსაკუთრებული ის არ არის მაგაზე რა შეზღუდვა. მაგრამ ხა 5 მეტრი ძალიან ბევრი არის. თან რა არის იცი მართლა მოგპარეს კაცო სიგანეც მოგპარეს ხო თან რა არის იცი მიზანი რო იყოს რომ მართლა ადამიანებს გაუმარტივონ ცხოვრება და არაწვალონ ხალხი ხო სხვანაირად ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება აი რო დავაკვირდეთ ავტობუსებს კი დილით პიკის საათებში სავსე ავტობუსები დადის შეიძლება რაღაც მაქსიმუმ 2 საათის განმავლობაში და 2 საათნახევრის განმავლობაში დილით და იმდენივე დრო საღამოთი ავტობუსები დადის სავსე ინტენსივობაზე იძახი კი ნუ სავსე ავტობუსი დადის შუადღეს მაგალითად რომ დადგეთ ამ ბასლაინზე მიუხედავად იმისა რომ ცოტა ავტობუსი დადის ცარიელი ავტობუსები დადის გესმით და ის არგუმენტი რომ 18 მეტრიან ავტობუსში უფრო მეტი ადამიანი დაეტევა ვიდრე 18 მეტრზე განლაგებულ 4 მანქანაშიო
ეგეც ტყუილია. იმიტომ რომ მაგალითად მაგალითად აი 12 დღის 12 საათიდან დაუშვათ საღამოს 5 საათამდე ცარიელი ავტობუსები დადიან თითქმის, ხო? ხო და რაღაცნაირად ხო შეგვიძლია რომ აი მაგ დროს მაინც დაუშვათ ბასლაინებისზე, ავტომანქანებისზე, რომ აი დილით არ შეიძლებოდეს გარკვეული დროის განმავლობაში მარტო ავტობუსები მოძრაობდნენ. შუადღეთ, მოდი მანქანებმაც იმოძრაოს დაუშვათ, ხო? მე რამდენი რამე შეიძლება. კი, პლუს და რა თქმა უნდა, პლუს ღამე მაგალითად იმოძრაოს მანქანა. პლუს ამას დაემატოს ის, რომ მართლა შეიძლებოდეს თუ ავტომობილში 3 და 4 ადამიანი ზის, რითია ავტობუსზე ნაკლები კაცო. ზოგ ავტობუსში არ ზის ხოლმე 3 ადამიანი, ის რომ ეს დისტრიბუციის მანქანებს მიცეს მოძრაობის უფლება ბასრაინზე ღამღამობითო და ღამღამობით არც გზაზე არ ხდება არაფერი და უფრო მეტი ჩუქნიშები მუშაობს თელი ღამე. ესმით არის ქუჩაზე, სადაც თელი ღამე მარტო მოდიხარ, არც აქედან არ არის მოდის, არც იქედან შემდგა გაჩერდე წითელ ჩუქნიშანზე. ასეთ სიგიჟე ძალიან ბევრია. მაგრამ უბრალოდ არავინ არ ფიქრობს, იმიტომ რომ მიზანი არ არის დაამსრულონ ხალხის წვალება. მიზანი არის პირიქით განთავისუფლონ გზები ავტომობილებისგან, გადასვლან ხალხი ავტობუსებში და დარჩება მაშინ გზები ვისთვის ვანთავისუფლებთ ამ გზებს. აი დაუშვათ ვათავისუფლებთ გზებს მანქანებისგან, რომ ეს ხალხი გავდენოთ აქედან, ხო, მანქანებიდან. მაშინ ვისთვის? გამოდის რომ ჩინოვნიკებისთვის და რაღაც სპეციალური მანქანებისთვის და რაღაც რჩეული ადამიანებისთვის, ვისთვის ვანთავისუფლებთ ამ გზებს მაშინ? იმდენად მე ვთქვი საკრებულოში, აი ზუსტად საკრებულოს ხდომა ჰქონდა წინა დღეს, მერიამ გააკეთა პრეზენტაცია, ახალი მანქანები შეიძინეს იმის რეკრეაციული სივრცეების მოსავლელი და კაი გვარიანი პარკი იყო რა. ერთი რა ვიცი, ალბათ 30 მანქანა, ახალი მანქანა იყინა მუნიციპალიტეტმა. კაცო, ეს ინფრასტრუქტურა რო ვიძახე, მაგ მანქანას არ უნდა, ავტობუსს არ უნდა. თქო უნდა. ხო, ჩვენ ხო იმას არ ვიძახით, რომ ეს არ განვითარდეს, მაგრამ რანაირად კაცო შენ ქალაქი გეზდება და შენ ამას არ მიყვები არ ახარ ადეკვატური უბრალოდ რა. ეს სადამდე შეიძლება მივიდეს მე წარმოგიდგენ, აი სულ უყურებ, რომ აი სულ მძიმდება პრობლემა. სადმე აი გინახიათ, რომ აი აქ იყო პრობლემა და დღეს ის პრობლემა ან შემცირებული, ან გადაჭრილი. ბატონო, აი სამსახურეობრივი ავტომობილების რიცხვი თუ მცირდება, მე მაინტერესებს. ეს იქნება ქალაქის მთავრობა, საკრებულო იქნება, პარლამენტი იქნება, სამსახურეობრივი ავტომობილების რიცხვი არ ამცირდება. 40,000-ზე. არა, ჩაანაცვლონ ავტობუსებით, ხო უფრო მოსარგებლიანია. მით უმეტესად ადამიანები ერთდროულად იწყებენ მუშაობას, ერთ და იგივე ადგილზე მუშაობენ და ერთავე ადგილიდან მე სახში მიდიან და მოდი ჩაანაცვლონ თავიანთი მანქანები იმით რა ქვია, ავტობუსებით და იყოს რა ვიცი, საკრებულოს ავტობუსი რომ ჩამოვიდეს თანამშრომლებს და მიიყვანს. მიცენ მაგალითად საზოგადოებას. მაგრამ პირიქით არის ყველაფერი, მაგათ რომ ხალხი გაყარონ ქუჩებიდან, გადასვლან ავტობუსებში, რა ვიცი, ტროლეიბუსებში და თვითონ იარონ ამ გზებზე. ასე გამოდის ფაქტიურად. მე წლები ახლა მაგას უყურებ და ჯერჯერობით ხალხის რაოდენობა არ შემცირებულა და არც ავტომობილების რაოდენობა გზებზე. მაგრამ იმას ნამდვილად ხედავ, ვაკეში რომ მოვდივარ წითელი ისა მწვანე ანთებული და მე მაინც ერთ ზოლში ვდგავარ ერთ ადგილას და ვერ ვიცური დიდი ხანი. ეგ მომენტი ხშირად. კი, მეც ჯერჯერობით ხდება კი, როცა ესეთი გაატვირთული მოძრაობა. ზოგადად რა ქალაქზე აი ორი სიტყვით რო ვთქვათ, მთლიანად ეს გასაგებია, ასე ვთქვათ, მერის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ცალსახად არ ვითანხმებით და მე მინდა რომ აი ხალხმაც ბოლო-ბოლო აი რაღაც მიზეზ შედეგობრივი კავშირი დაინახოს რა, იმიტომ რომ რა ვიცი, რა ურჩევნიათ. მაშინ მიიღონ გადაწყვეტილება. თუ ეს მაშინ უღაც უწუნებენ. ეხლა რო ატყდა ეს გდანში რატო დახაზეს ბასლაინი და პროფკები და ისა და ერთი ამბავი რო აგაცო. მე რა ვქნა, რა გავაკეთო? თუ ესე არ გინდა რომ აგერავარ დიძია და მოგვეცქვა, მე გეუბნები რა უნდა გავაკეთო. არ გაწვალებთ, მეტი რა გავაკეთო? არ გაწვალებთ. არც მანქანით მოსიარულეს გაწვალებთ, არც ავტობუსით მოსიარულეს გაწვალებთ. ან ავტობუსებში რომ მეპატიჟები, სად მეპატიჟები კაცო? ან ის იმ სიხშირით დადის, იმ რაოდენობით ის რესურსი აქვს, რომ გადაიყვანოს. მეტრო სადგური ვერ გავაკეთეთ ბიჭო. ამდენი წელიწადი ერთი კომუნისტების გაკეთებული სადგური დამამთავრეთ, ამდენი 30 წელიწადი დამოუკიდებლები ვართ. და რაღაცას რა ხალხს ზრუნვა ისე. თან ვის ხარჯზე დადის ავტობუსები კაცო? ვის ხარჯზე დადის? ეგ მეორე ხო, თავარი პრობლემა შენ არ ვიცი იცი თუ არა, მე ბევრჯერ მაქვს გაჟღერებული. 9 მილიარდი ბიუჯეტის მეოთხედი მიდის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სუბსიდირებაში. გესმის? ანუ აი თავისთავად აი რაღირებულება აქვს A-წერტილიდან B-წერტილში ადამიანის გადაადგილებას. აი თავისთავად რაღირებულება აქვს. ბატონო. არანაირი. თუ სამსახურში დადის და სამსახურის ერთი ტრანსპორტის ფულს ვერ შეულობს და ანებას ყველა დადის სამსახურში. ხო, რა უნდა იმ სამსახურში. ყველა დადის და მეორე კიდე კაცო სტიმულს აჩენ ისა გიორგი მაგითი რომ ყველა იარონ. თუ
არაფერი მისდება სამსახურში როგორ მიდიან ეგეც საკითხავი არის 24 საათი საცობში როგორ გასაგებია როდის ღამე უფრო მეც გეტყვი დასოც ესე ეგერ 1-2 კვირის წინ სატრანსპორტო კომისიაზე იხილავდნენ რაღაც პრობლემურ საიმეო კომისიაში ვარ მან და იყო ესეთი პრობლემა მერიის თანამშრომელი იყო მოსული ვისაც ტრანსპორტი ევალება და უყვება კომისიის თავმჯდომარეს რაღაცას თხოვს იქ განკარგულებაში რაღაცის შეცვლას და უყვება რომ ჩვენ ვაი პრობლემა გვაქვს ავტობუსები რომ არ ყოფნისო იმ ხაზზეო ამ ხაზზეო რეზერვში გვყავსო რაღაც ავტობუსებიო იქედან მოხსენითო აქეთ გადმოვიყვანეთო ეხა იქ არ ყოფნის ორიო იქედან მოხსნითო აქეთ გადავიყვანთო ესეო და რაღაცას პრობლემებში არიან და მე უთხარი ერთი კითხვა მაქვს მეთქი გასო რა მჭირდება რა კრიტერიუმებს უნდა ვაკმაყოფილებდე მეთქი მე კერძო ბიზნესმენი რომ აი მოვიდე ხვალ და რავი დავაყენო ჩემი ავტობუსი ამ ბასლაინზე და ვიარო. ესეც მიგოს ხო რა ვიციო აბა ხო რა ვინავდა აიო ეხლა იქნებაო ტენდერიო წლის ბოლოსო რა და შეგიძლიათ რომ მიიღოთ მონაწილეობა მე ვთქვი არ მინდა მონაწილეობა ტენდერში. არ მინდა თქვენი სუბსიდია არაფერი არ მინდა თქვენ ხო დაკავთ ხალხი ლარად. მე ვატარებ 5 ლარად რა ზღირს მართლა იმფას დავადებ, ხო, რა ვიცი, ყავის მანქანა მექნება ავტობუსში, კარგი მუსიკა მექნება ჩართული, კონდიციონერი და არ გთხოვთ არაფერს. არა, ეგრე არ შეიძლება. ეგრე არ შეიძლება. შენ მითხარი, როგორი ავტობუსი უნდა იყოს? რომელ სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების იქნება, რაც იქნება? მე ვყიდულობ ამ ავტობუსს და დგებიდან მომიშლი ხელს. არა, ეგრე არ შეიძლება. ესე იგი, უნდა მიიღო კონკურსში მონაწილეობა ტენდერში, მოიგო ეს ტენდერი, აიღო სუბსიდია და ატარო ხალხი. ხო და ზარალია. აი ესეთი ხალხის ძარცვის მექანიზმი აქვს და ეს თავიანთივე ფულით თავიანთივე მოქალაქეებს აწვალებენ. თან ეპატიჟებიან ამ საზოგადოებას ხალხი თავისი ფულით მოძრაობს, გესმის? ავტომობილი თვითონ ასხავს ბენზინს თუ თვითონ ტენის თავისი ფულით გადაადგილდება და ეუბნება გადმოდიო. გადმოდი ჯიგარი შენო. მე გადაგიხდი 4 ლარი რო კიღივსო, მაგრამ 300-ს მე გადავიხდი, შენ ლარი გადამიხდი და მე გატარებო. ეპატიჟება ზარალიან იმაში და რა ვიცი ხო, რა მოტივები შეიძლება არსებობს, რა შეიძლება დაინახოს შენ რომ აი ამას აი მუნიციპალიტეტი ამის мотиваცია რა არის. მიკროავტობუსების ხო კარგი ამბავი აქვს მოხოდილი კიდე ცალკე. ხო, ეს მიკროავტობუსები გილიჯავს. აბსოლუტურად. ხო და ქალაქზე რა შენ როგორ ფიქრობ, როგორი თბილისი გინდაში? აი მე ხარო როგორი და იდეალური თბილისი მინდა რა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ ამ რეალობას ალბათ ჩვენ მე ვერ მოვესწრები, არ ვიცი ეგეთ იდეალურ თბილისს რა. ჩემი აზრით ერთ-ერთი უნიშნულოვანესი და ესეთი ტექნიკურად სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა მიწისქვეშა სატრანსპორტო ქსელის განვითარება. მეტროსადგურების მშენებლობა. აუცილებელი არაა რომ ყველა მიწიზე მოთვიაროთ რა, ვისაც საშუალება ექნება, უნდა ჩავიდეს მიწის ქვემოთ. მაგალითად გერმანიაში იდეალურადაა იქ სატრანსპორტო ქსელი განვითარებული მიუნხენშიც ყველგან აბსოლუტურად რა ყველა შესაძლებელი აი დღევანდელ მოცემულობაში ჩვენ ხო აი ყოლეთ 50-იან და 60-იან წლებში თუ იყო შესაძლებელი და მაშინდელი ინჟინრები იმ ტექნიკური საშუალებებით ამას ახერხებდნენ დღეს რატო გვიჭირს ამის მშენებლობა ფული არ გვაქვს ბიუჯეტი არ არის ამაგისო მე სულად მოყვები მეტრო არის მე ძალიან მიყვარს მეტრო როგორც ტრანსპორტი არის აი კომფორტულიც ის მართლა სწრაფი არის შეადრე ავტობუსს ჩვენს საბედნიეროდ გვაქვს აი მაგალითად ხიდების კათედრაზე დღესაც არიან ძველი თაობის ინჟინრები შემორჩენილები და საბედნიეროდ ახალი თაობის ინჟინრებიც მოდიან რომლის ესეთ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს ჩვენ ვერ ვიყენებთ და ჩვენ კი არა ქვეყანა ვერ იყენებს ის სპეციალისტები არიან და ზოგიერთი დარჩა ლექტორობის დონეზე მარტო ზის და ლექციებს კითხულობს იდეალურად პრაქტიკული გამოცდილებაც თავის დროზე ბევრს აქვს და ძალიან ისეთი არის მაგრამ ჩვენ ვერ ვიყენებთ ჩვენი ბრალი არის ხო თორე ძველი თაობის იყო ახლა ბევრი სპეციალისტი ვინც პირველად მეტრო ააშენა თბილისში ჩემ მქონდა ბედნიერება რომ ჩემი ლექტორიც ყოფილიყო ბევრი გვაქვს იმ კაცის განასწავლი და შესაძლებლობა გვაქვს რომ რატო არ გვაძლევს თბილისი მაგის საშუალებას ან ტექნიკურად სად არის შეუძლებელი დინარეების და ოკეანეების ქვეშ გაყავთ გვირაბები. არა, ჯერ მე ლამაშის და პადეკალასრუტის ქვეშ არის გაყვანილი და ეხლა მტკვრის ქვეშ რამდენ გვირაბსაც გინდა. ალბათ ეს განძვირია. არა, გვირაბს თავიდანვე მე მგონი რომ აი ეს ეხლა რო გაჩერებებია მაგალითად მაგ ხაზი უკვე მოქმედ ხაზებს შუაში შეიძლება გაჩერებების დამატება. შემდეგ ყოველ გაჩერებაზე მაგალითად ერთი ამოსასვლელი სადაც არის შეგიძლია ბევრი ამოსასვლელები სხვადასხვა უბანში გააკეთოს უფრო მოხერხებული იყოს. თუმცა მაგას ის უნდა მიაყოლო გიორგი რომ უნდა გაზარდოს ვაგონების რაოდენობა გვესმის რომ ახლა ვიყიდით ახლა ვიყიდით ელმავალი ჭირდება ვაგონი ჭირდება
მიწის ზემოთაც შესაძლებელი არის განვითარდეს. ძალიან კაი პროექტები იყო დაანონსებული, სამწუხაროდ ჯერ ვერ ნახა ამ პროექტებმა დღის სინათლე რა. იდეალური აღარ მახსოვს 2-3 წლის წინ იქ ვიყავით მიუნხენში და ის რო არის BMW-ს მუზეუმი, სადაც BMW-ს კაფეს, მაგის გვერდით არის, აღარ მახსოვს დიდი სტადიონია რა, თუ საკონცერტო დარბაზია ბოდიში. ხო და ისე მოხდა რომ რომ მივედი ჩვენ BMW-ს მუზეუმში მიდიოდი, მაგ დროს დაიწყო რაღაც კონცერტი, ისე მოხდა რომ მე იმ მუზეუმში ვიყავი ჩემ ბიჭთან ერთად ხავდარი დრო რაღაცა და რომ გამოვედი ის კონცერტი დამთვალე და ესე ვიდექი და გეფიცები მე უყურებდი როგორ მოიყვანა მეტრომ აი რა წუთიანი წუთნახევარიანი ინტერვალებით ალბათ ერთი 50000 ადამიანი ამ სტადიონზე და წაიყვანა ამ სტადიონიდან 3 საათის მერე რა აი ვერც აი ისე შეისრუტა აი ისე მოიყვანა აი ეს ამოვიდა ის მასა შევიდა სტადიონზე გამოვიდა სტადიონიდან ჩავიდა მეტროში წაიყვანა კი და ჩვენთან ერთი კონცერტი რომ არის ხოლმე მოედანზე თბილისში გაჩერებული პარალიზებული სტეი ფეხბურთის რა ვიცი ყოველ შაბათ-კვირა ფეხბურთები არის ხო ნუ იდეალურ ქალაქამდე რა გითხრა ხა იდეალური ხა ყველასო გვინდა მაგრამ მეორეა რას ვაკეთებ და საერთოდ урბანული განვითარების ყველაფერი არის უამბიციობის და უუნარობის შედეგი რა ადამიანს უნდა ქონდეს ამბიცია რომ რაღაცა გააკეთო რაღაც შეგეშლება ალბათ რა ვიცი თუ არ მოგეშნოდეს შეცდომების და უნდა ქონდეს უნარი იმის რომ მართლა შეხვიდი ამ საქმეში და იმუშაო რა. სორსი და ხსრაულია მეტროები რო შენდებოდა რა ტექნოლოგია მაშინიო და ამდენი ხილამის ხოლმე რა ფატკები და კირკითა კონკრეტულ კომპანიებს არ დავასახელებთ ყველა ძალიან კარგად ვიცნობთ რა წავიდნენ ჩამოიტანეს ის ევროპული გერმანული ამერიკული ტექნოლოგიები დანადგარებიც და ერთმა გვირავიც გაიყვანა, მე ეს დანადგარი ვნახე, რომ იქ სამშენებლო მოედანზე თვითონ დგას და დაჟანგდა ბოლო-ბოლო. მე მგონი გაყიდა რა საბოლოოდ ხო ხვდები და ინდ. ბევრი რაღაცის კეთება შეიძლებოდა. სასწაულია. ხოლმე ეს აი ყველაფერი არის ზემოდან მოდის ყველაფერი. ყველაფერი არის სურვილი, ამბიცია. ნება, სურვილი, ამბიცია, ხო, ყველაფერი ამის გარეშე როგორ შეგიძლია შენ ამბიცია გქონდეს, აი ჩვენი ქალაქი და ასე კეთით სავსე ქალაქი, ასეთი ქალაქი განვითარდება ხვალინდელი დღე და რა ვიცი, ასე კაცო. ნუ ისა რუსთაველის ტენდერი ჩატარდა გილოცავთ. რუსთაველის განზელის რეაბილიტაცია. მოვიდა ვინმე? კი, გაიმარჯვა კომპანიამ და ალბათ მესამე ჯერზე გაიმარჯვა და დაიწყება რეაბილიტაცია. მაგაც რაც როგორც არ მინახია მე პროექტი, მაგრამ ეს რაღაცას გააკეთებენ. არა, ბევრი მიწის ზედა გადასასვლელები ჩდება, ანუ რუსთაველი აღარ იქნება გამტარი ქუჩა, როგორც ეს დღეს არის, უკვე არა, უარეს იზამენ როგორც ჭავჭავადეს, აი უბრალოდ გააუქმებენ ქუჩას. უბრალოდ გააუქმებენ ქუჩას და აი საშნელება იქნება სანაპირო საერთოდ გაიგება. არა, ეს ეგეც რო წარმოიდგინო, მაშინ სანაპირო უნდა გაანთავისუფლო, ხო, ამ სვეტად. არა, ჯერ სადმე იყო საჯარო განხილვა, ვიცით რა საკეთებ, რა საპირებენ? არ ვიცი მეთქი, საკრებულოს წევრი. ხო და მაგას ვთქვი, ადამიანებმა იციან რა სუპირებენ. უბრალოდ ხო და აი ეს რა ვიცი ეს თუ არ არის მონათფლობელობა რა არის მონათფლობელობა რომ არც კი გეუბნებიან რუსთაველზე მცხოვრებს კითხეს რას უკეთებენ მის ქუჩას თბილისელებს რამე შეუთანხმდნენ ის საინტერესოა მოდი გამოკითხვა გავაკეთოთ ხო ძალიან მაინტერესებს თუ იციან ამ ხალხმა რას უკეთებენ მოდი რუსთაველზე გავაკეთოთ გამოკითხვა რუსთაველის მაცხოვრებლებს და აი ხა კეთდება რა იცით რა კეთდება ანუ აციშვილმა არ იცით ვიღაცა დააჯდა რაღაცა საჯარო განხილვები ხო შეიძლება აი პირობითად ვიძახით თქვენს რო დაორგანიზოთ რაღაცა არ მოდიან დღე და ღამე ვიხვეწები ეს აი პროდიუსერი ურეკავს მოდი ყოველ ორშაბათს ვიწყებთ ამას იმით რომ ვეპატიჟებით აქ ადამიანებს მაგის სალაპარაკოთ. მე ხა მაქვს რაღაცა პროექტები მაქვს გაკეთებული ყوارზე უშუალოდ რა მარტო საავტომობილო სახით გადასასვლელები არა საქვეითოების და ბევრი ძალიან ლამაზი პროექტის გაკეთება შეიძლება აუცილებელი არა მე გავაკეთო სხვაებიც არიან ძალიან იჭიერი ახალგაზრდა არქიტექტორები არიან მშენებლებიც არიან და ყველას რაღაცა იდეა აქვს ხო ხვდები და ეთყობა სათანადოდ ვერ ხდება იმ კარამდე მიტარა სადაც საჭიროა ამ პროექტების მიტარა და განხილვა საჯარო ალბათ აქან კაცო მიიტანა კაცმა ახალგაზრდა ბიჭი ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა აგე საკრებულოში მუშაობს ჩვენთან ხვალ სადოქტოროს იცავს და 4 ინიციატივა მოიტანა საკრებულოს კომისიაზე განსახილველად აი რომ თქვით აი ჩვენი ხიდის ანუ იყო ერთი იყო ესტაკადა იმაზე ლისზე ერთი იყო იმის სიტიმოლთან განტვირთვის ისა და აღმაშენებელზე იყო და ხეივანზე ხო აი საცობი რომ მეტროპოლთან რო საცობი იქნება იქ რაღაც ალტერნატივა მაგრამ
აი რაღაცნაირად ვერ გზნობ რა იქით ამ ხარეს ვერ გზნობ ენთუზიაზმს გესმის ეს გასა აი რაღაცა აი მოდი ახლა ეს ხომ და ის ვიყიდეთ კიდე მე მუნიციპალიტეტი რა ვიყიდე მუნიციპალიტეტმა იყიდა მოდელირება გაკეთება აწი ციფრული მოდელირება ამ ინფრასტრუქტურული ობიექტების ამათ მათ შორის ჩვენი ხიდიც მოდელირების სადღაც ნაკადების კალკულაციას აკეთებს საინტერესოა ზოგადად მაგრამ მე მინდა რომ ეს კაცო გამოვცადო აი ეს მოდელიც მინდა გამოვცადო რამდენად სწორად მუშაობს რამდენად ანუ თუ არ გავაკეთე როგორ გამოვცდი მე ქნება ეს თეორიული ვიღაცა დაწეს მე ექსპერტიზის დასკვნა დაიწერება ეს არა ეფექტიანია და სად მოვკითხო ახლა ერთი ვიცი რომ ხო კალაძემ დაპირება გასცა და კაცმა ეს დაპირება ვერ შეასრულა ვიღაც ექსპერტიზის დასკვნის გამო და არა რეგას არჩევი კაცო მოვიყვანოთ ეს ექსპერტი რა უთხრა იმ კალაძეს ესეთი რომ გადააფიქრებინა ხიდის აშენება ნელა წავიდეთ ბოლოსაკენ რამე ხوارა გაქვს რაულ სათქმელი ისეთი რომელიც გინდა ჩვენ მაყურებელს უთხრა ჩვენ მე იმედი მაქვს რომ გავაგრძელებთ ოპერაციას მე გიორგისაც მივეც შენი საკონტაქტო დაკავშირდება არა მარტო ამ ხიზე ზოგადად რაღაც ოპერაცია იყო საკმაოდ ნიჭიერი კაცი ახალგაზრდა კაცია ისიც და იქნებ რაღაცნაირ ფითილი ავაგიზგიზო და რაღაცა გამოგვივიდეს რა რომ ახლა საქმე ვაკეთოთ თორე მე ვერ წარმომიდგენი აი ხან რო წარმოვიდგენო ახლა ჩვენ ინიციატივებს ესე აფერი არ მოყვეს 4 წელიწადი ახლა მარტო ვიყვი რომ ვაფშე არ მინდა ეგრე მინდა რომ რაღაცა შედეგი ქონდეს კაცო ჩვენ იდეას ჩვენ პროექტს ჩვენ რაღაცას და იმიტომ რომ ყველაზე ის აი თუ მე არასწორი ვარ ხომ ერთი ექსპერიმენტი გავაკეთო და თუ არა ვარ სწორი მე გავიცი ასე თუ ისე ჩვენ გვჭირდება საზოგადოებრივი მხარდაჭერა დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერა გვჭირდება რომ მართლა ვაიძულოთ ადამიანებს რაღაც გააკეთონ და ეს წვალება დაამთავრონ რომ არ შეიძლება ასე დიდი ხანი გრძელდებოდეს რა რომ აი მართლა რაღაც მერი ვიღაც თავის თანაშემწეებით გადაწყვეტეს რომ რუსთაველზე ეს უნდა ქნან და კაციშვილმა არ იცის რა იქნება ამდენი თანხები გამოყვეს ხალხისგან ამოღებული თანხები კონკურსი ჩაატარეს ხვალიწყებენ კეთებას და მე საკრებულოს წევრმა არ ვიცი რა საპირებენ გააკეთო და მით უმეტეს არ იციან ქალაქელებმა რას უპირებენ ხვალ და რატომღაც უნდა ვენდოთ რომ ხო ვიღაც ექსპერტებს რომელსაც არ ვიცნობ ვინ არიან მეც მინდა რომ ცოტა უფრო მეტი ოპტიმიზმით შევხედო ხვალინდელ დღეს და თითოეული ჩვენი საუბარი იქნება აქ იქნება თუ სხვაგან რაღაც კონკრეტულ შედეგზე იყოს ორიენტირებული უფრო მეტი მშენებლობა და უფრო მეტი წინსვლა უნდა უსურვო ჩვენს ქალაქს რა აღნაგოშინოდეს და რაღაცნაირად ხალხმაც უნდა მოქცეს რა აი ხალხმა ხო უნდა გაარჩიოს აი ერთ მხარეს აი ერთ მხარეს ესა მეორე მხარეს ესა ეს რაღაც წარმოდგენას სულწმენები რაღაცები რაღაც გაეშვი და რა ვიცი ხალხო რა ჩვენ გვინდა რომ იმ ხალხს ვისაც უნდა მეტის კეთება უბრალოდ შანსი მიეცეს რა ეს გააკეთოს იმიტომ რომ სხვანაირად არ კეთებით რა ვიცი პრობლემები არ გვარდება და არც ერთ რთულ პრობლემას არ აქვს მარტივი გადაწყვეტის გზები და არც იმის სირთულის უნდა შეგვეშინდეს და საკეთებელიც უნდა გავაკეთოთ და არავითარი პოპულიზმი ჩვენს პროექტებში არ არის არანაირი მდგენელი არა გარწმუნებთ რა ჩვენ გვინდა საქმე გვინდა კომფორტული ცხოვრება ამ ქალაქში და მე კიდე სრულიად ქვეყანაში დიდი მადლობა ბატონო რაულ ჩვენი სტუმრობისთვის მადლობა ბატონო გიორგი მადლობა თქვენ დაგემშვიდობებით ხალხო სასიამოვნო საღამოს და კარგი კვირა დღეს გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე